აგრძელებს მუშაობას გორის მერიაში. ახლა თავად გიგა მოგვიყვება საქმის დეტალებს. გიგა, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში, შენთოების განმავლობაში ითხოვდი, რომ ყოფილიყო სამართლიანობა დადგენილი და მანუელიშვილი, რომელმაც თავზე ნაგავი დაგაყარათ, ყოფილიყო ადეკვატურად დასჯილი. ლევან, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სამ თვეზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა მოხდა ეს ინციდენტი, უამრავი მაყურებელი ყავს ადამიანს, შემთხვევით გადაიღო ერთ-ერთმა კამერამ, რომელიც იქ მუშაობდა აქციის გადასაღებად იყო მოსული და ეს კადრები მე უკვე გავცელდა მედიით, სოციალური ქსელებით და ზუსტად ამ კადრებს უნდა უმადლობდე იმას, რომ მე ახლა მაქვს შანსი, რომ რაღაცა სამართლიანობას მივაღწიო. სამი თვე ვითხოვ აბსოლუტურად ყველა უწყებისგან, ვინც შეიძლება რომ იყოს ამ საქმეში ჩართული, საქმის გამოძიებას. ერთის მხრივ ეს ძალიან მარტივი საქმეა, თვალწინ გვაქვს ძალიან ცალსახა დანაშაული, ჩინოვნიკის მხრიდან ჩადენილი, რომელსაც როგორც მინიმუმ თმენის ვალდებულებაზე აქვს ხელი მოწერილი, რადგან საჯარო სამსახურში მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. მეორეს მხრივ ადამიანი, რომელთანაც შეხება არ მქონია არასდროს, პროტესტიც კი არ იყო მის მიმართ განხორციელებული, უბრალოდ მომენტ ზურგიდან და ყველამ ნახეთ ეს ძიმე სანახავი ეს კადრები დღემდე ძალიან ისეთი უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონ გენერალურ პროკურორთან შევიტანე წერილი, რომ ვთხოვდი კიდევ ერთხელ, რომ ნუ მაქცევდა მე კრიმინალად, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვაპირებდი, რომ ეს ამბავი ასე გამეტარებინა. ვთხოვე მას ემოქმედა მის უწყებას, ზუსტად ის გაეკეთებინა, რისთვისაც ისინი ხელფას იღებენ ჩვენი ჯიბიდან. ამას დაერთო ის, რომ გუშინ დილით უკვე ქალაქ გორში გაჩნდა ტრანსპარანტები ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ასეული ტრანსპარანტი გაჩნდა, სადაც ამ დამნაშავე ჩინოვნიკის სურათი იყო თავზე საქონლის ფეკალიებით და ეწერა, რომ ქალაქში დაუსჯელი დამნაშავე დადის და პლუს ამას დაემატა უამრავი ადამიანის საპროტესტო მესიჯები სხვადასხვა სოციალური ქსელით, დაემატა პეტიცია, რომელიც გაკეთდა და რამდენიმე 1000 ხელმოწერა იყო ამ ადამიანის ადეკვატურად დასჯის, მეუბნებრივი არავის ციხეში წასვლა არ მინდა და არავისი ოჯახის გაუბედურება პირიქით. რაც მეტი ძლიერი ოჯახი იქნება საქართველოში უკეთესი, თუმცა გიგა, რაც შეეხება სამსახურთან დაკავშირებით, თუ არის მიღებული გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება წარიმართოს ამ საქმეზე გამოძიება? კი, ლევან, მე რადგან დაზარალებლად დღეს მცნეს ახლა მოვდივარ გორიდან, შესაბამისად მე და ჩემს იურისტ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ჩემს ინტერესებს, დღეს მოგვეცა პირველად მასალების გაცნობის საშუალება. საიდანაც გინდება, რომ ეს ადამიანი ამ ეტაპზე 2 თუ 3 სამსახურის ხელმძღვანელია, როცა ინციდენტი მოხდა, მაშინ მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსი იყო თუ არ ვცდები. დღემდე მუშაობს, დღემდე იღებს ხელფას, ანუ 3 თვე ინციდენტიდან ეს ადამიანი ჩვენი ჯიბიდან ისევ იღებს ხელფას. იმ წამიდან რაცამსაც მე დღეს ხელი მოვაწერე და ბრალდებულად ანუ დაზარალებლად მცნეს, შემდეგი ეტაპი არის მისი ეჭვმიტანი ლაცნობა, რაც ავტომატურად გამორიცხავს მის სამსახურში დარჩენას. ლაპარაკი არის 154 მუხლზე, რომელიც დამამცირებელ მოპყრობას და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას გულისხმობს და საკმაოდ მძიმე სასჯელია ამ ყველაფერზე. საქმე იმაშია, რომ ძალიან მეეჭვება სამოქალაქო აქტივიზმისგან ესეთი აქტიურობის გარეშე ძალიან საეჭვოა, რომ მომხდარიყო ამ ადამიანის დასჯა, უმეტესად ჯერ არც დასჯილა და უბრალოდ მივახციე იმას, რომ სასამართლომდე მივა. შენ ფიქრობ, რომ სწორედ შენმა აქტიურობამ, გაშუქებამ ჩემმა და საზოგადოებამ კი თქვენ საინტერესოა როგორ წარიმართება. ძალიან საინტერესოა. გამოძიება, მადლობა მინდა გითხრა, რომ იყავ ჩვენი სტუმარი, რაღაცის თქმა გსურდა და თუ შეიძლება ერთის თქმა მინდა, რომ მთავარი ამბავის ის არის, რომ მე შემეძლო ამ 3 თვის განმავლობაში პირადად მეძია შური, თქვათ იგივე დავხედროდი სახთან, სამსახურთან და ის სტანდარტი, რომელიც სახელმწიფომ თითქოს დაამკვიდრა, რომ ნაგვის თავზე დაყრა არ ისჯება, შემეძლო რომ იგივე გამომეყენებინა. უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ის, რომ შევეცადოთ მაქსიმალურად მივანდოთ კანონს და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ პროკურატურამ იმოქმედონ შესაბამისმა უწყობებმა და საზოგადოება ამით უნდა გაიზარდოს. უნდა მივახციოთ იმას, რომ ჩინოვნიკებმა ვერასოდეს ვეღარ გაბედონ მოქალაქეებზე ხელისაწევა. მე თუ გავიტან ამ საქმეს, ზუსტად ვიცი, რომ
ამის შემდეგ ყველა ჩინოვნიკი, რომელიც რაიმე მსგავს დააპირებს, აუცილებლად დაფიქრდება, რომ იგივე არ დაემართოს, რაც ამ ბატონ მანუელიშვილს დაემართება. კიდევ ერთხელ წუხვა, რომ ამაზე გვიწევს 21 საუკუნეში ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბავს ბოლომდე მიხედვა ჭირდება და მე გაძლევთ პირობას, რომ მე როგორც აი ერთი რიგითი მოქალაქე ამ საქმეს სამოქალაქო საზოგადოების სახელით მივიყვან ბოლომდე. ნახოთ ჩვენც აუცილებლად დავაკვირდებით როგორც აღიარება ამ საქმის გამოძიება სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იყო ჩვენი სტუმარი ისამები 4 საათზე ამით დასრულებულია მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად თქვენ წინ გელით პირველი საინფორმაციო გამოშვება